არ უყუროთ ამ ეპიზოდს ბავშვებთან ერთად, რადგან დღეს საუბრობთ ქალისა და კაცის სექსუალობაზე. მოგიყვებით გასაოცარ ამბებს და გავიგებთ რა ხდება ტვინში სექსის დროს და როგორ განსხვავდება ქალის ტვინი კაცისაგან. არის თუ არა ფიზიოლოგიურად კაცი მოწყობილი იმისთვის, რომ ერთგული იყოს სამუდამოდ. ქალის ერთგულება ეს კულტურული არჩევანია თუ ევოლუციური კოდი. რა ფუნქცია შეიძინა ევოლუციურად სექსმა გარდა გამრავლებისა? არსებობს თუ არა პრეპარატი, რომელიც აძლიერებს წყვილებს შორის ერთგულებას? რომელია ყველაზე გავრცელებული სექსუალური ფანტაზიები კაცებში და ქალებში? ბოლოს 6 მარტივი რჩევა სექსუალური ცხოვრების გასაჯანსაღებლად მათთვის, ვისაც აქვს ან აპირებს, რომ კონდეს გრძელვადიანი ურთიერთობა. სანამდე დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის ეპიზოდი არც სოციალურ, არც მორალურ და მით უმეტეს არც რელიგიურ ნორმებზე. დღეს ჩვენ საუბრობთ მეცნიერებაზე, რას ამბობს ჩვენი ნეირობიოლოგია და ევოლუციური ფსიქოლოგია იმაზე, თუ როგორი არის ადამიანის ბუნებრივი ინტიმური ქცევა. ხოდა დავიწყოთ პირველი შეკითხვით. შეუძლია თუ არა კაცს იყოს სამუდამოდ მონოგამი? ჯერ არის მონოგამია? მონოგამია არის ურთიერთობის ფორმა, როდესაც ერთ პარტნიორს ირჩევ გრძელი ვადით და მხოლოდ მასთან ერთად ხარ. მაგრამ მონოგამიას აქვს ორი კომპონენტი, სოციალური და სექსუალური. სოციალური ნიშნავს, რომ ხარ იმ პარტნიორთან, ჩართული ხარ საერთო შვილების აღზრდაში, სექსუალური ნიშნავს, რომ არც ერთ სხვა პარტნიორთან აღარ ამყარებს სექსუალურ კავშირს. თანამედროვე დასავლელი ჰეტერო კაცი ჩამოყალიბდა სოციალურ მონოგამად. ის ძირითადად დიდი ხნის ვადით ცხოვრობს ერთ ქალთან და ჩართულია შვილის აღზრდაში. მაგრამ კითხვა არის, შეუძლია მას თუ არა ფიზიოლოგიურად იყოს ასევე სექსუალურადაც მონოგამი? ამ შეკითხვას საფუძვლიანი პასუხი რომ გავცეთ, აუცილებლად უნდა გადავხედოთ გამრავლების ევოლუციას. რა ხდებოდა ცხოველთა სამყაროში? პირველი სიცოცხლე მრავლდებოდა უსქესოდ, ანუ კლონირებით. უჯრედი უბრალოდ იყოფოდა ორ თანაბარ ნაწილად. ეს იყო სწრაფი, ენერგოეფექტური მეთოდი, მაგრამ არ ქმნიდა გენეტიკურ მრავალფეროვნებას. შემდგომ უკვე გაჩნდა სქესობრივი გამრავლება, როცა ორ ინდივიდს უნდა შეერწყა გენეტიკური ინფორმაცია. აი თევზების უდიდეს ნაწილს უკვე აქვს ცალკე სქესი, მაგრამ ისინი მრავლდებიან გარე განაყოფიერებით. მდედრი დებს კვერცხებს წყალში, შემდეგ მამრი თავისი სპერმის უჯრედებით ანაყოფიერებს ამ კვერცხებს. ზოგიერთი გამონაკლისის სახეობის გარდა შთამომავალზე ზრუნვა არ ხდება. თევზების გამრავლება ეფუძნება რაოდენობას. ისინი ქმნიან 100,000-ობით, მილიონობით ქვირითს, რომლიდანაც მხოლოდ რამდენიმე გადარჩება და მიაღწევს გამრავლების ასაკს. სოციალური ურთიერთობები ოკეანეთში ძალიან იშვიათია. კი, ოკეანეთში არსებობენ გამონაკლისი სახეობები, მაგალითად დელფინები, ცელნამგალა ვეშაპები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და ერთად უვლიან შვილებს, მაგრამ ძირითადად ოკეანეთში არც სოციალური, არც სექსუალური მონოგამია არ არსებობს. აი ფრინველებში უკვე სურათი იცვლება. კვერცხის დადება ფარტყებზე ზრუნვა დიდ ენერგიას მოითხოვს. ორივე მშობლის ჩართულობა აუცილებელი, რომ შთამომავლობა გადარჩეს. ამის გამო ფრინველების 90-95% სოციალურად მონოგამიურია. მამა და დედა ერთად სდიან ბარტყებს. თუმცა სამუდამო მონოგამია აქაც ძალიან იშვიათია. ძირითადად ფრინველები სერიული მონოგამები არიან. ანუ ერთ რეპროდუქციულ ციკლში არიან ერთად და შემდეგ სხვა პარტნიორს პოულობენ. მაგრამ ამ ერთად ყოფნის პერიოდშიც კი თურმე არ ყოფილა ღალატი იშვიათი ფრინველებში. გენეტიკური ტესტები აჩვენებს, რომ ბარტყების 10-30% არ არის იმ მამის შვილი, რომელიც უვლის ბუდეს. სხვათა შორის პინგვინები მოყავთ ხოლმე ხშირად ერთგულების სიმბოლოდ, თუმცა რეალობაში პინგვინები სერიული მონოგამები არიან, როგორც კი წამოიჩიტება მათი შვილი, ისინი ახალ პარტნიორს პოულობენ ძალიან ხშირად. თუმცა ფრინველებში ნამდვილად არსებობს რამდენიმე სახეობა, რომელიც სამუდამოდ მონოგამიურია, მაგალითად გედი, ალბატროსი. ისინი როცა პოულობენ თავიანთ პარტნიორს, ძალიან ხშირად სამუდამოდ ერთად რჩებიან. კი, ფრინველები არიან ერთ-ერთი ყველაზე სოციალურად მონოგამი არსებები, მაგრამ სამუდამო სექსუალური მონოგამია აქაც ძალიან იშვიათია. აი სულ სხვა სურათია ძუძუმწოვრებში. დაახლოებით 90-95% მდედრი ძუძუმწოვრების არიან მარტოხელა დედები. მამები არ მონაწილეობენ ნაშიერის აღზრდაში. კი, აქაც გვხვდება გამონაკლისები, მაგალითად მგელი, გიბონი, თახვი, ტიტი მაიმუნი, რომლებიც მონოგამიურად ცხოვრობენ და მამებიც ჩართულები არიან შვილის აღზრდაში, მაგრამ ძირითადად ძუძუმწოვრები არიან პოლიგამები. ყველაზე გავრცელებული ფორმა არის პოლიგინია. ეს არის, როდესაც ერთი
ძლიერი მამრი ფლობს რამდენიმე მდედრს და იცავს მათ სხვა მამაკაცებისაგან. ასეთ სახეობებში ძირითადად მამრი ცხოველი უფრო დიდია ტანით მდედრზე და უფრო ძლიერი. აი მაგალითად ასეთი ჰარემული სისტემები აქვთ ლომს, ვეფხს, ჟირაფს, ირემს, გორილას. ასეთ სახეობებში ალფა მამრებს გარეგნულადაც ეტყობათ თავიანთი დომინანტურობა. მაგალითად ლომს დიდი ფაფარი, ირემს დიდი რქები, გორილას ვერცხლისფერი ზურგი. ეს გარეგნული მახასიათებელი ძალიან დიდწილად განპირობებულია მაღალი ტესტოსტერონით. როდესაც მამრი ცხოველი ბევრ ბრძოლას იგებს, მისი ტესტოსტერონის რაოდენობა იზრდება ორგანიზმში და შესაბამისად გარეგნობაც ეცვლებათ. დანარჩენ დაახლოებით 20% სახეობაში არის ზოგადი პოლიგამია, ანუ როდესაც მდედრიც და მამრიც წყვილდება ბევრ სხვადასხვა პარტნიორთან. ანუ ძუძუმწოვარ მამრებში სექსუალური მონოგამია მთელი ევოლუციის მანძილზე უკიდურესად იშვიათად გვხდება. შესაბამისად, ისე არის ნეირობიოლოგია მოწყობილი, რომ მამრი ძალიან მძაფრად რეაგირებდეს ახალ და უცხო მდედრზე. აი საოცარი ექსპერიმენტი, რომელიც ჩაატარეს, რა თქმა უნდა, ისევ თაგვებზე. კალიაში ჩასვეს მამრი და მასთან 4 დღეში ერთხელ შეყავდათ ერთი და იგივე მდედრი და აკვირდებოდნენ, რამდენ ხანში ეს მამრი მიაღწევს კულმინაციას, რამდენ ხანში შეძლებს განაყოფიერებას ამ მდედრის. პირველ ჯერზე მან შეძლო 2 წუთში, შემდეგ 3 წუთში, შემდეგ 6 წუთში, შემდეგ 17 წუთში და ბოლოს საერთოდ ვეღარ შეძლო შეწყვილება ამ თაგვმა. მაგრამ როგორც კი იმავე დღეს შეუყვანეს ახალი მდედრი, ისევე 2 წუთში ჩვეულებრივად შეძლო ყველაფრის გაკეთება ამ მამრმა. ეს არის სიახლის ეფექტი, რომელსაც ეძახიან Coolidge effect ინგლისურად, როცა დაპროგრამებულია ტვინი რეაგირება მოახდინოს ახალ მდედრზე. ახლა ალბათ იკითხავთ, თაგვებში გავიგეთ, მაგრამ კაცებში როგორ ხდებაო. რა თქმა უნდა, იგივე ტიპის ექსპერიმენტს კაცში ვერ ჩაატარებენ, მაგრამ არის მსგავსი ექსპერიმენტი, როდესაც კაცებს აყურებინებდნენ ერთი და იგივე პორნოგრაფიულ სცენას რამდენჯერმე და აკვირდებოდნენ მათი აღზნების ხარისხს. პირველი ნახვის შემდეგ, რა თქმა უნდა, კაცები ძალიან აღზნებულები იყვნენ და ყოველი განმეორებითი ნახვის შემდეგ მათი აღზნების დონე იკლებდა და ბოლოს ზოგიერთს დაეძინა კიდევაც. შემდეგ შეცვალეს ერთი რამე ამ სცენარში. ყველაფერი იდენტური იყო, მაგრამ გამოცვალეს ქალი მსახიობი და მამაკაცებს ისევ თავდაპირველივით დაუბრუნდათ სექსუალური აღზნების ნიშნები. კი, მამაკაცებში ეს სიახლის ეფექტი ძალიან ძლიერად მოქმედებს. აი სწორედ ამ ეფექტის გამომხატველია ალბათ კვლევის შედეგები, როდესაც ჰეტერო მამაკაცებს ეკითხებოდნენ, რა არის მათთვის ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზია. და პირველ ადგილზე გავიდა სექსი ბევრ ქალთან. მეორეზე სექსუალური ურთიერთობა შემთხვევით ქალთან, უცხოსთან, პოლიციელი, ექთანი. აი ქალების სექსუალური ფანტაზიები კი სულ სხვა იყო, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგიყვები. მოკლედ კი კაცშიც, ისევე როგორც უამრავ ძუძუმწოვარში დევს ეს კოდი, რომ მძაფრი რეაქცია გქონდეს ახალ პარტნიორზე. ეს არის ევოლუციური მექანიზმი, რაც შეიძლება ბევრ გენთან მოხდეს კაცის დნმ-ის შერწყმა, რომ მიგვეღო უფრო მრავალფეროვანი თაობა. და ანთროპოლოგიური კვლევები ცხადყოფს იმას, რომ ძალიან ხშირად როცა ტომებს შორის დაპირისპირება იყო, მიზეზი იყო ქალზე ხელმისაწვდომობა. პირველყოფილი ადამიანი კლავდა კაცებს და მათ შვილებს, მაგრამ არა ქალებს. იმიტომ რომ მთავარი იდეა ის იყო, უფრო მეტი მდედრი მოეპოვებინათ, სადაც შეძლებდნენ თავიანთი გენის გავრცელებას. საინტერესო რამეს ყვებოდა დევიდ ბუზი, ევოლუციური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მოწინავე ფიგურა. შემორჩენილი ტომი არსებობს ტანზანიაში, ჰაცას ტომები, რომლებიც კვლავ მონადირე შემგროვებული სტილით ცხოვრობენ და ცივილიზაციას იქ არ შეუღწევია და მათ როცა ეკითხებოდნენ მკვლევარები, თქვენ რისთვის ჩხუბობთ ჯგუფებს შორისო, რა თქმა უნდა ქალებისთვისო. და როცა მკვლევარებმა უთხრეს, რომ დასავლეთში ომებია იდეების გამო, ტერიტორიის გამო, რელიგიის გამო, ისინი თუმცა მოკვდნენ სიცილით, როგორ შეიძლება იმაზე იჩხუბო, რასაც მერე შვილები არ მოყვებაო. მოკლედ, ისტორიის მანძილზე ქალზე ხელმისაწვდომობის გაზდა იყო მამაკაცის ამოცანა, რომ რაც შეიძლება ფართოდ გაევრცელებინა თავისი გენები. მაგრამ როდესაც გარემო შეიცვალა, დასახლებული პუნქტები გაჩნდა, ევოლუციურად უფრო მომგებიანი სტრატეგია იყო არა მხოლოდ მრავალფეროვნება, არამედ უკვე შვილებზეც ზრუნვა. და აქედან იწყება უკვე სოციალური მონოგამიის ნიშნები, როცა კაცები უკვე მონაწილეობას იღებენ შვილის აღზრდაში, რესურსებით უზრუნველყოფენ, მაგრამ სექსუალური მონოგამია აქაც იშვიათია, იმიტომ რომ ძირითადად კაცებს ყავთ ბევრი ქალი და პირიქით, რაც უფრო მეტი ქალი ყავთ, ის უფრო დიდი სტატუსის მანიშნებელი იყო ზოგიერთ კულტურაში, ახლაც ასეა, ხო? შემდეგ უკვე
ძველ საბერძნეთში მოხდა პოლიგამიურობის ლეგალურად აკრძალვა. კვლევარები თვლიან, რომ ამისი მიზეზი იყო უთანასწორობა, იმიტომ რომ ძლიერ დომინანტ კაცებს ბევრი ქალი ყავდა და შესაბამისად ზოგიერთს არავინ ეს დაძაბულობას ქმნიდა და ეკონომიკურ უთანასწორობას და ამიტომ ლეგალურად აიკრძალა მრავალცოლიანობა. თუმცა ოფიციალური საყვარლის ინსტიტუტი კვლავაც არსებობდა და ეს იყო ჩვეულებრივი სოციალური ნორმა. შემდეგ რომაელებმა გადაიღეს აი ამ პოლიგამიის აკრძალვა იგივე ეკონომიკური მოტივით და მხოლოდ მოგვიანებით ქრისტიანულ ეპოქაში ამ კაცის მონოგამიას დაემატა უკვე ეთიკური და რელიგიური განზომილება. თუმცა მაინც ყველა ეპოქაში პოლიგამია კაცის ძალიან მიღებული კულტურული ნორმა იყო. ახლა ეს ბევრ ქალს არ მოეწონება ძალიან, მაგრამ სანამდე დასკვნებს გამოვიტანთ, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი. მეცნიერებს აინტერესებდათ, რა განსხვავება ერთგულ კაცებსა და ნაკლებად ერთგულებს შორის და ამისთვის დააკვირდნენ ერთ ძალიან საინტერესო ძუძუმწოვარს. პრერიის მემინდვრია ქვია, მე ზაზუნას დაუძახებ, იმიტომ რომ უფრო კარგი სახელია და გავს კიდევაც ზაზუნას. რომლის ტვინიც მე დარწმუნებული ვარ, ბევრ ქალს მოუნდებოდა, რომ მის ქმარს ქონოდა. ეს ზაზუნა, როდესაც პირველად დაამყარებს სექსუალურ კავშირს მდედრთან, ის სამუდამოდ ერთგული რჩება მისი. უვლის მას და საერთო ნაშიერებს და მთელი ცხოვრება ატარებს მასთან. აინტერესებდათ, რა ხდება ასეთი ამ ზაზუნას ტვინში, რომ ის ასეთი ერთგულია, როდესაც ძუძუმწოვრების უმრავლესობაში ასეთი ერთგულება თითქმის არ გვხვდება. წინა ეპიზოდებში მოგიყევით, რომ სიყვარულის და შეკავშირების ჰორმონი არის ოქსიტოცინი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყოფა სექსუალური აქტის დროს, განსაკუთრებით კულმინაციისას. მაგრამ ოქსიტოცინს ხავს კიდე ბიძაშვილი ჰორმონი, ვაზოპრესინი ქვია. თითქმის იდენტურია, ორ ამინომჟავაში არის განსხვავება და ეს ვაზოპრესინი უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფათ კაცებს სექსუალური კავშირის დროს, ქალებს უფრო დიდი რაოდენობით ოქსიტოცინი. ვაზოპრესინიც იგივეს აკეთებს, შეკავშირებას და ბმას იწვევს წყვილებს შორის, მაგრამ ამ ვაზოპრესინს აქვს კიდე დამატებითი ფუნქცია. ის გხდის ტერიტორიალურს და გინდება დაიცვა ის შენი პარტნიორი და შენი ტერიტორია. ანუ ქალების სიყვარული უფრო გამოიხატება ზრუნვაში და ემპათიურობაში, რაც არის უფრო მეტი ოქსიტოცინის დამსახურება, ხოლო კაცებში სიყვარული გამოიხატება ტერიტორიის დაცვით და სხვა კაცების მიმართ აგრესიით, რასაც განაპირობებს მაღალი ვაზოპრესინი. აი ამ ზაზუნას აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით გამოეყოფა ვაზოპრესინი ტვინში და განსაკუთრებით იმ უბანში, სადაც ბევრი დოპამინური ნეირონები გვაქვს, ანუ ჯილდოს უბანში. და ესე იგი პირველად როცა აქვს ეს ურთიერთობა მდედრთან, მას ბევრი ვაზოპრესინი გამოეყოფა, ეს ვაზოპრესინი ააქტიურებს დოპამინურ ნეირონებს და შემდეგ ამ ზაზუნას სულ დიდი мотиваცია აქვს, რომ ისევ იგივე ქალთან კონდეს ურთიერთობა. მაგრამ კვლევარებს ისიც აინტერესებდათ, რამ განაპირობა ასეთი დიდი ვაზოპრესინი. ეს უბრალოდ ზაზუნები ასე მიეჩვიან ცხოვრებას თუ რაღაცა კოდი იყო მათში გენეტიკური. აღმოჩნდა, რომ არსებობს გენი, რომელიც ძალიან ბევრი ვაზოპრესინის რეცეპტორს აკეთებს ტვინში. და ამიტომაც ეს პრერიის ზაზუნა ხდება ესეთი ერთგული. იმიტომ რომ როგორც კი დაუბლოკეს ვაზოპრესინი აი ამ ზაზუნებს, ისინი ისეთივე პოლიგამიურები გახდნენ, როგორიც დანარჩენი ძუძუმწოვრები. და ახლა რა თქმა უნდა საინტერესო იყო, კაცებს როგორი ვაზოპრესინის გენი აქვს. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ჰორმონების გენები ევოლუციურად ძალიან შენახულია. ამიტომ თავისუფლად შეგიძლია შეადარო ზაზუნას, ვაზოპრესინის ან დოპამინის გენი ადამიანისას. და მეცნიერებმა ნახეს, რომ კაცებს აქვთ განსხვავებული ვაზოპრესინის გენები. არავის აქვს ზუსტად პრერიის ზაზუნასნაირი, მაგრამ ზოგს აქვს მსგავსი. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა შვედეთში, სადაც 400 ტყუპ კაცის ცოლებს ეკითხებოდნენ, რამდენად ერთგულია მათი მამაკაცი და შემდეგ ამ მამაკაცის ამ ვაზოპრესინის გენს ნახულობდნენ. აღმოჩნდა, რომ იმ კაცებს, რომლებსაც უფრო მიახლოებული გენი ჰქონდათ აი ამ პრერიის ზაზუნასთან, ისინი თავისი ცოლების მიერ შეფასებული იყვნენ როგორც ძალიან ერთგულები. ერთი მეცნიერი ხუმრობდა, აიღეთ თქვენი ქმნების თმები და გატესტეთ, როგორი ვაზოპრესინის გენია, რომ გაიგოთ ერთგულია თუ არაო. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია, ერთი გენით ვერ დაადგენ შენი პარტნიორი ერთგულია თუ არა.
ადამიანი ძალიან კომპლექსური ორგანიზმია და თუ არ გინახავთ სპინის ეპიზოდები გენეტიკაზე, ძალიან გთხოვთ რომ ნახოთ, მაგრამ იდეა ის არის, რომ ამ ვაზოპრესინის რაოდენობა თურმე საკმაოდ განსაზღვრავს, რამდენად ერთგული იქნება მამაკაცი. მოკლედ ვაზოპრესინი დადგინდა, რომ არის მამაკაცებში ერთგულების ჰორმონი, კიდევ ერთი კვლევა იყო, იყიდება ესეთი ინტრანაზალური ვაზოპრესინი. და მამაკაცებს, როცა ამ ვაზოპრესინს ასხურებდნენ ცხვირში, ისინი გაუცნობიერებლად გაცილებით უფრო შორს დგებოდნენ უცხო მომხიბვლელი ქალებისაგან, ვიდრე ის კაცები, რომლებსაც არ ჰქონდათ ეს ვაზოპრესინი მიღებული. არავითარ შემთხვევაში ეს ვაზოპრესინი არ იყიდოთ და არ შეასხუროთ თქვენს ქმრებს, მაგრამ იდეა ის არის, რომ კაცებს ჰქონიათ განსხვავებული გენეტიკური მიდრეკილება, რამდენად ერთგულები იქნებიან ან არა, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ამბავი. ითვლება, რომ ქალებს სტატისტიკურად უფრო მოწონთ მაღალ ტესტოსტერონიანი მამაკაცები, უფრო დომინანტურები და ძლიერები. ასეთი პარადოქსი აქვს ნეირობიოლოგიას, რაც უფრო მაღალია ტესტოსტერონი, მით უფრო დაბალია ვაზოპრესინი. ანუ რაღაც ერთგვარი არჩევანია ძლიერებასა და ერთგულებას შორის. ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით არსებობენ იდეალური ბალანსის ადამიანებიც, მაგრამ მთავარი იდეა ის არის, რომ კი ქალებს შეუძლიათ თქვან, ყველა კაცი ერთნაირია გულის მოსაფხანად, მაგრამ ნეირობიოლოგია სხვა რამეს ამბობს. იმის და მიხედვით, რა გენეტიკის, რა აღზრდის და რა კულტურის კომბინაცია ადამიანი მისი მიდრეკილებაც ერთგულებისაკენ იცვლება. მოდი ახლა ვნახოთ რა ხდება ქალებში. მაგრამ მანამდე მინდა გთხოვო, რომ თუ აქამდე უყურე, ესე იგი საინტერესო იყო და იქნებ მოიწონო ეს ვიდეო და დამიწერო კომენტარი. მადლობა წინასწარ ამისთვის. არის ქალის ტვინიც ისევე სიახლეზე ორიენტირებული როგორც მამაკაცის? აღმოჩნდა, რომ ქალის ტვინი განსხვავებულად მუშაობს. აი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა, ისევ თაგვზე. თაგვ ქალს გალიაში მარჯვნიდან და მარცხნიდან ჰქონდა კარი. და კაცებს შემოსვლა ამ ქალთან არ შეეძლოთ, მარტო ქალს შეეძლო აერჩია ვისთან გავიდოდა. პირველად ამ თაგვს როცა მარცხნივ ჩაუსვეს მამრი, მას ჰქონდა ურთიერთობა და შემდეგ როცა გალიაში დაბრუნდა, მარჯვენა მხარეს სხვა მამრი ჩაუსვეს. აინტერესებდათ ისევ ძველთან წავიდოდა თუ ახალთან. როცა მამრებზე გააკეთეს ეს ექსპერიმენტი, მამრი იმავე წამს ახალ მდედრთან გაიქცა. მაგრამ მდედრი ასე არ მოიქცა. ის გაჩერდა, დაფიქრდა, კარგად შეაფასა ორივე და შემდეგ ისევ ძველთან დაბრუნდა. მაგრამ როცა ამ მარჯვენა გალიაში იცვლებოდნენ მამრები, ყველა ჯერზე მდედრი აკვირდებოდა და ირჩევდა საუკეთესოს. ხან ძველთან მიდიოდა, ხან ახალს ირჩევდა. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ქალი მხოლოდ სიახლეზე კი არ რეაგირებს, მისთვის აუცილებელია დარწმუნდეს, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ის მამრი არის საუკეთესო. ეს არის ძალიან ლოგიკური. ქალისთვის სექსუალური აქტი გაცილებით დიდი ინვესტიციას ნიშნავდა ევოლუციურად, იმიტომ რომ მუცლად ყოფნობის პერიოდში ბავშვზე ზრუნვა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და მარტო მრავალფეროვნება არ მუშაობს. პირიქით, ქალისთვის მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო გენთან შერწყას თავისი გენები, რომ მის შვილს მეტი გადარჩენის შანსი ჰქონდეს. ამიტომ ქალი გაცილებით უფრო ფრთხილია. ალბათ ამისი გამოძახილია ტინდერის სტატისტიკაც, რომ მაგალითად კაცები 10 ჯერ უფრო ხშირად აცხადებენ თანხმობას ქალის გაცნობაზე, ვიდრე ქალები. აი კიდევ ესეთი ექსპერიმენტი იყო, ქუჩაში მიდიოდა ლამაზი შესახედაობის ქალი და კაცს თავაზობდა იმავე წამს სექსუალურ ურთიერთობას. 80% კაცი დათანხმდა, მაგრამ როცა პირიქით კარგი გარეგნობის კაცი მიდიოდა ქალებთან, 100%-მა უარი თქვა. კი, ნამდვილად ქალი უფრო ფრთხილია, მაგრამ ყველაზე დიდი დასტური იმისი, რომ ქალის ნეირობიოლოგია სხვანაირად მუშაობს, მოვიდა ტვინზე დაკვირვებით. რა ხდება ტვინში სექსის დროს? აღმოჩნდა, რომ მამაკაცების ტვინში, როგორც კი იწყება აღზნება, ანუ ზევით ადის ტესტოსტერონის რაოდენობა, მათი პრეფრონტალური კორტექსი, ანუ რაციონალური ტვინი, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე, მსჯელობაზე, დაგეგმაზე, კონტროლზე, თლიანად ითიშება. მთელი სექსუალური აქტის განმავლობაში პრეფრონტალური კორტექსი თითქმის არ მუშაობს. სხვათა შორის ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე ქალები, რომ კი ვიცი, რომ კაცებს ეგეთი ინსტინქტები აქვთ, მაგრამ ხო ადამიანია, ხო შეუძლია გააკონტროლოს. ეს ძალიან ლოგიკური მოთხოვნაა, მაგრამ ის ადამიანობას, რასაც ვეძახით, ანუ ჩვენს რაციონალურ ტვინს, აღმოჩნდა, რომ ძალიან სუსტად მუშაობს, ან არ მუშაობს საერთოდ, როცა იწყება კაცში აღზნების ნიშნები. მაგრამ ქალის შემთხვევაში ასე არ ხდება. მთელი აქტის განმავლობაში ეს რაციონალური ტვინი არის აქტიური და მარტო მაშინ წყვეტს მუშაობას, როცა ქალი აღწევს კულმინაციას. კარგი, გავიგეთ, რომ ქალი უფრო ფრთხილია ვიდრე კაცი, მაგრამ როცა ქალი იპოვის
იმ თავის პარტნიორს. ის სამუდამოდ ერთგული რჩება, თუ მასაც ურჩევნია სხვადასხვა პარტნიორი ყავდეს. ამ შეკითხვას რომ უპასუხოთ, უცებ უნდა გადავხედოთ ჩვენთვის ევოლუციურად ყველაზე ახლო სახეობებს, პრიმატებს, შიმპანზეებს და ბონობოებს. ადამიანს 98.6% გენების აქვს საერთო შიმპანზეებთან და ბონობოებთან. თვითონ შიმპანზე და ბონობოები ძალიან გვანან გენეტიკურად ერთმანეთს, მაგრამ ძალიან განსხვავებული სექსუალური ცხოვრება აქვს. შიმპანზეებში შეწყვილება ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც ქალს აქვს ოვულაცია, ანუ შეუძლია დაფეხმძიმება და ოვულაციის დროს ქალს გარეგნულადაც ეტყობა, რომ ის ფერტილურია. მისი გენიტალიები იცვლიან ფერს და დიდდებიან. შიმპანზეებში არის მკაცრი იერარქია, დომინანტი მამრები აკონტროლებენ ქალებს და სხვა მამაკაცებს. მდედრები სხვადასხვა მამრებთან ხშირად ამყარებენ ურთიერთობას, რომ შეიტანონ დაბნეულობა მამის ვინაობაში, რომ შემდეგ ძლიერმა მამრმა არ მოკლას მისი შვილი. მამრი შიმპანზეების მხრიდან ხშირია სექსუალური ძალადობა ქალზე. აი ბონობოებში უკვე სულ სხვანაირად არის. ბონობო ქალებს არ ეტყობათ ოვულაცია ესე მკაფიოდ და მათ სექსუალური აქტი აქვთ თითქმის ყოველ დღე. ხშირად დღეში რამდენჯერმე განსაკუთრებით სტრესის დროსაც. ბონობოებში სექსმა შეიძინა ახალი ევოლუციური ფუნქცია გარდა გამრავლებისა. ის არის შეკავშირების და სტრესისგან გათავისუფლების საშუალება. ხშირად ბონობოებში ქალები ამყარებენ ალიანსებს და სწორედ აი ამ სექსუალური აქტით ხდება ჯგუფებს შორის დაპირისპირების არიდება. ახლა საინტერესოა პირველ ყოფილი ადამიანი რომელს გავდა. ძალიან ბევრი წელი ითვლებოდა რომ შიმპანზეებს უფრო გავდნენ ადამიანები, თუმცა ახლა უკვე ბევრი მკვლევარი ამბობს რომ იმის და მიხედვით რა გარემოში ვითარდებოდა პირველ ყოფილი ადამიანი, ან უფრო ბონობოს დაემსგავსა, ან უფრო შიმპანზეებს. ერთი რამ ცალსახაა რომ გარეგნული ნიშნები ოვულაციის ბონობოს მსგავსად ადამიანმაც დამალა. ადამიანისთვისაც ბონობოების მსგავსად სექს არ აქვს მხოლოდ გამრავლების ფუნქცია, თუმცა ადამიანი ბევრი ქცევით შიმპანზეებსაც ძალიან გავს. მოკლედ მთავარი ის არის, რომ გინდა ბონობოს უგავდეს, გინდა შიმპანზეს, ორივე სახეობაში მდედრი არის პოლიგამიური, ბევრ პარტნიორთან ამყარებს ურთიერთობას და მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პირველყოფილი ადამიანიც სწორედ ასე განვითარდა, ქალი იყო პოლიგამიური და ამისი ყველაზე დიდი დასტური მოდის არა ქალის ნეირობიოლოგიიდან, არამედ კაცის ფიზიოლოგიიდან. ნახე რა ხდება ისეთ სისტემებში, სადაც მდედრი იყო მონოგამიური, მაგალითად გიბონებში, მამრებს არ ჰქონდათ აუცილებლობა განევითარებინათ დიდი სასქესო ორგანოები და უამრავი რაოდენობის სპერმატოზოიდი. ისევე როგორც მაგალითად გორილებში, სადაც ქალი არის იძულებით მონოგამიური, იმიტომ რომ ალფა მამრი იპყრობს რამდენიმე ქალს, გორილას მთავარი საზრუნავი იყო ქონოდა ძლიერი კუნთები და მოეგო ბრძოლები. მას არ ქონდა აუცილებლობა ქონოდა დიდი სასქესო ორგანოები და ამიტომაც გორილებს ძალიან პატარა გენიტალიები აქვთ და ძალიან ცოტა სპერმატოზოიდის რაოდენობა. აი შიმპანზეებში და ბონობოებში, სადაც ქალიც და კაციც პოლიგამიურია, უკვე საჭიროება გახდა დიდი სასქესო ორგანოსი, ისევე როგორც მამაკაცებში. კაცს ერთი ორგაზმის დროს გამოეყოფა საშუალოდ 360 მილიონი სპერმატოზოიდი. რომ ყოფილიყო ქალი მონოგამიური, ასეთი რაოდენობა არ იქნებოდა საჭირო და თანაც აღმოჩნდა, რომ ამ 360 მილიონ სპერმატოზოიდში 20% დაახლოებით არიან ისეთები, რომლებიც სწრაფად მირბიან ქალის საშვილოსნოსკენ, რომ მოასწრონ იმ ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერება, 40% სპერმატოზოიდების აკეთებს რაღაც ერთგვარ გარს, რომ დაიცვას ქალის საშვილოსნოს სხვა მამრების სპერმატოზოიდისგან და დანარჩენი 40% ეძახიან კამიკაძე სპერმატოზოიდებს, იმიტომ რომ ისინი კლავენ სხვის სპერმატოზოიდს თუ იქ დახვდათ რამე. ანუ კაცის ფიზიოლოგია იმაზე მეტყველებს, რომ კონკურენცია არა მხოლოდ გარეთ მიდიოდა, არამედ ქალის სხეულშიც. სხვათა შორის არსებობენ მკვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ ის ფაქტი, რომ ქალი აქტის დროს არის გაცილებით უფრო ხმამაღალი, ვიდრე კაცი, შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ პირველყოფილ გარემოში ქალი, როდესაც იყო ფერტილური, აქტის დროს ეძახდა სხვა მამაკაცებსაც, რომ რაც შეიძლება ბევრ კაცთან ქონოდა ურთიერთობა, რომ მე საუკეთესო გენს გაემარჯვა. ეს რა თქმა უნდა დამტკიცებული ფაქტი არ არის, უბრალოდ ერთ-ერთი წამყვანი თეორია არის ევოლუციურ ბიოლოგიაში.
მანამდე გითხარით, რომ კაცების ერთ-ერთი გავრცელებული ფანტაზია იყო სექსი მრავალ ქალთან და შემთხვევით ქალებთან. ქალების შემთხვევაში კი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა სექსუალური ფანტაზიის არის მსუბუქი ტკივილის, ანუ ძლიერი სექსუალური აქტი და ასევე ძალიან გავრცელებული არის ეგზიბიციონიზმი, ანუ წარმოდგენა იმისა, რომ ვიღაცაები უყურებენ მის აქტს. ახლა კაცებო არ ჩათვალოთ, რომ ეს არის ყველა ქალის ფანტაზია, უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ ძალიან დიდ კვლევაში ყველაზე ხშირად ეს იყო დასახელებული ჰეტერო ქალების სექსუალურ ფანტაზიად და თუ ჩავთვლით, რომ სექსუალური ფანტაზიები შეიძლება ასახავდეს იმას, რასაც ევოლუციურად 1000 წლეულები ადამიანი აკეთებდა, მაშინ გამოდის, რომ კაცს ძალიან ხშირად ჰქონდა შემთხვევითი სექსუალური ურთიერთობები და ქალის აქტს აკვირდებოდნენ სხვა მამაკაცებიც. ანუ როგორც ჩანს, პირველი ქალი ძალიან პოლიგამიური არსება იყო, მაგრამ ჩვენ აღარ ცხოვრობთ პირველყოფილ გარემოში. მას შემდეგ, რაც ადამიანმა დაიწყო მიწადმოქმედება, გაჩნდა კერძო საკუთრება. შესაბამისად, კაცებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა ზუსტად ცოდნოდათ ყავდათ თუ არა გენეტიკური შვილი. ვისთვის უნდა დაეტოვებინათ თავისი მემკვიდრეობა. მაშინ არ არსებობდა დნმ ტესტები და ამიტომ ერთადერთი გზა ეს ცოდნოდათ დანამდვილებით იყო ქალისთვის მოეთხოვათ სამუდამო ერთგულება. ქალებისთვისაც ეს ახალი ევოლუციური სტრატეგია იყო მომგებიანი, იმიტომ რომ კაცი გახდა სოციალურად მონოგამი, ანუ მან დაიწყო ზრუნვა ქალზე და მის შვილებზე და შესაბამისად მას და მის შვილებს გადარჩენის უფრო მეტი შანსი ჰქონდათ. და ასეთ სიტუაციაში ქალებისთვის არ წარმოადგენდა დიდ საფრთხეს, თუ კაცს ექნებოდა სხვა ქალებთან სექსუალური კავშირი, თუ ის რჩებოდა ოჯახში და ულიდა მას და მის შვილებს. და ალბათ თანამედროვე სამყაროში ამის გამოძახილია, რომ როცა ქალი გაიგებს ხოლმე კაცის ღალატზე, ხშირად პირველი შეკითხვა არის გიყვარს. ანუ ემუქრება რამე შენ სოციალურ მონოგამიას და როცა კაცი ეჭვებს რამეს, თავარია იცოდეს სექსი ქონდა, ანუ ემუქრება თუ არა რამე მის გენების გავრცელებას. მოკლედ, ქალმა საუკუნეების მანძილზე აირჩია სამუდამო მონოგამია, იმიტომ რომ ეს გადარჩენისთვის უფრო ხელსაყრელი სტრატეგია იყო, თუმცა თუნდაც მრავალ ათასწლოვანი კულტურა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გენეტიკური კოდი ჩანაცვლდეს. კი, კულტურა ახდენს ძალიან დიდ გავლენას ჩვენი ტვინის ფიზიოლოგიაზე და როგორ მუშაობს ის, მაგრამ გენების შესაცვლელად გაცილებით მეტი დროა, 100,000 მილიონობით წელია საჭირო. და როგორც ჩანს, ქალის ეს მიდრეკილება მრავალფეროვნებისაკენ მაინც ამ კულტურამ ვერ წაშალა და ამისი დასტური ალბათ ის არის, რომ როგორც კი ქალებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა კაცებისგან, ანუ გაეზარდათ ხელმისაწვდომობა სამსახურზე, ფულზე, ოჯახების დანგრევის რიცხვი ძალიან გაიზარდა. ქორწინების 50% მთავრდება განშორებით და აქედან თურმე 80% ინიციატორი არის ქალი. ამას კიდევ ერთი მიზეზი აქვს, ძალიან ბევრი ქალისთვის ღალატი არის მორალურად უმძიმესი აქტი. ამიტომ მას თუ გაუჩნდა სურვილი სხვა პარტნიორთან ურთიერთობის, მას ურჩევნია ჯერ დაამთავროს ძველ პარტნიორთან ურთიერთობა და შემდეგს დაიწყოს ახალთან. მაშინ როცა კაცს თუ მოუნდა სექსუალური შემთხვევითი ურთიერთობა, ამის გამო ოჯახის დანგრევა იშვიათად უნდება. ალბათ ნაწილობრივ ესეც არის მიზეზი, რატომ არიან ხშირად ქალები ოჯახის დანგრევის ინიციატორები. და ის რომ ქალი უფრო სერიული მონოგამია ვიდრე სამუდამო, ამას ალბათ ისიც ადასტურებს, რომ დასავლეთ ცივილიზაციაში მამობის გენეტიკური ტესტების 10-15% მოდის უარყოფითი და ყველაზე ხშირად ეს უარყოფითი ტესტი არის პირველ და ბოლო შვილზე. მოკლედ, როგორც ჩანს, ქალი, რომელიც თავიდან იყო პოლიგამიური, ჩამოყალიბდა სერიულ მონოგამად, იმიტომ რომ ევოლუციურად ეს უფრო ხელსაყრელი სტრატეგია იყო. კარგი, რაში უნდა გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია, რომელიც ალბათ არც ქალებისთვის და არც კაცებისთვის იყო სასიამოვნო. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ არ გამოიყენოთ ეს ვიდეო რომელიმე ქცევითი ან კულტურული ნორმის ან გასამართლებლად, ან დასაგმობად. დღეს ჩვენ შევეხეთ ევოლუციური ისტორიის და ნეირობიოლოგიის მხოლოდ მცირე ნაწილს. ადამიანი გაცილებით უფრო კომპლექსური ორგანიზმია, მას აქვს სულიერება, ინტელექტი, რწმენები და შესაბამისად, როგორც ვნახეთ, ჩვენი გენეტიკური მიდრეკილებებითაც განსხვავდებით, როგორი ინტიმური ცხოვრება იქნება ჩვენთვის მისაღები. ამ ინსტინქტებზე ინფორმაციის მიღება ვფიქრობ, რომ აუცილებელია, არა იმიტომ, რომ ჩავთვალოთ, რომ ასეთი ინსტინქტები გვაქვს და ასე უნდა ვიყოთ, არა, როცა იაზრებ, რისკენ გიბიძგებს შენი ნეირობიოლოგია, შენ უფრო მეტი შანსი გაქვს გაცნობიერებული არჩევანი გააკეთო, როგორი გინდა რომ იყოს შენი ქცევა. მე მჯერა რომ ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან, რა არის მათი ბაზისური ინსტინქტები, რისკენ უბიძგებს მათ ეს ბიოლოგიური კოდი, მათ უფრო მეტი შანსი აქვთ აკეთონ ისეთი რაღაცები, რაც მათი
მათივე ღირებულებებთან არ მოდის შესაბამისობაში. და ამიტომ ეს ინფორმაცია ძალიან კარგად შეგვიძლია გადავთარგმნოთ იმისთვის, რომ უკეთესი ურთიერთობები შევქმნათ. აი მაგალითად, ქალებმა როგორ შეიძლება გამოიყენონ ის ინფორმაცია, რომ კაცი თუმე დაპროგრამებული ყოფილა ასე სიახლეზე და მას ძალიან ხშირად გაუჩნდება ასეთი მიდრეკილება, რაც რა თქმა უნდა არ არის ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია. ქალების ძალიან დიდ ნაწილს, როცა იგებენ კაცების ღალატზე, უჩნდებათ ესეთი გაუცნობიერებელი, ან ხშირად გაცნობიერებული შეკითხვა: მე რატომ არ ვიყავი საკმარისი? ესე იგი მე აღარ უყვარ ვარ? თანამედროვე სამყაროში დავიჯერეთ, რომ კაცს თუ უყვარ ხარ, მაშინ არ გაუჩნდება სხვა ქალთან სექსუალური აქტის სურვილი, რაც როგორც დღეს გავიგეთ, ძალიან მცდარი წარმოდგენა, კაცში ძალიან ძლიერია ამ სიახლის ეფექტი და ხშირად მისთვის სიყვარული და აი ეს შემთხვევითი სექსუალური აქტები საერთოდ არ არის ერთი და იგივე, პირიქით ურთიერთ გამომრიცხავიც არის ხანდახან. ამიტომ თუ გაიგე შენი პარტნიორის ღალატზე, იქნებ ამ ცოდნამ ოდნავ მაინც შეამსუბუქოს შენი მდგომარეობა. კი, ვერც ერთი YouTube ვიდეო და ევოლუციის ცოდნა ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ქალისთვის ქმნის ღალატი უკიდურესად მტკივნეული რამ არის. მთელი ორგანიზმი ვარდება სტრესში, იმავე წამს ირთვება გადარჩენის რეჟიმი და ძალიან მტკივნეულია ფსიქოლოგიურად. მაგრამ იმისმა ცოდნამ, რომ კაცი არ არის ბუნებრივად მონოგამიისკენ მიდრეკილი და თუ ის არის ერთგული, ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს ამაზე, იქნებ ერთის მხრივ შეამციროს მისი ღალატის შესახებ ინფორმაციის სიმძიმე და მეორეს მხრივ კიდევ უფრო მეტად დააფასო შენი ერთგული პარტნიორი. როდესაც ამას ვამბობ, არავითარ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ ქალებმა აუცილებლად ან უნდა აპატიონ, ან არ უნდა აპატიონ თავიანთ პარტნიორებს ასეთი სექსუალური შემთხვევითი კავშირები. შენ როგორც გინდა, ისე უნდა გადაწყვიტო, გინდა აპატიებ, გინდა არა, მაგრამ ის მაინც იცოდე, რომ ძალიან ხშირად კაცის შემთხვევითი სექსუალური კავშირები იმისი ბრალი არ არის, რომ შენ არ იყავი საკმარისად კარგი. თუმცა არის კიდევ ერთი რამე, რასაც არ ვიცი რამდენად სწორია, როცა ასე საჯაროდ ვეხები. ეს კაცებისთვის იგივე ერთგულების მოთხოვნა, როგორც ქალებს მოეთხოვებოდა საუკუნეების მანძილზე, არის ძალიან ახალი სოციალური ექსპერიმენტი, რომელსაც როგორც ჩანს ძალიან დიდად წარმატებით ვერ ვახორციელებთ. 50% კაცების შეკითხვაზე გიღალატია თუ არა ცოლსო, პასუხობს რომ კიო, მაგრამ როცა ეკითხებიან უღალატებდი თუ არა, რომ ზუსტად იცოდე, რომ არასოდეს შენი ცოლი ამას არ გაიგებსო, 85% პასუხობს რომ კიო. და ეს სოციალური ექსპერიმენტი ჩვენ არ ვიცით როგორ გაგრძელდება, თუმცა მას აქვს ერთი რისკი. ადრე როცა კაცისთვის ჩვეულებრივი აქტი იყო სხვა ქალებთან სექსუალური შემთხვევითი კავშირები, ამას არ ანიჭებდა არანაირ მნიშვნელობას. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან შეიძლება ერთი აქტის გამო დაკარგოს მქონება და საყვარელი ოჯახი, ამ აქტმა ხომ არ შეიძინა უფრო მეტი ემოციური დატვირთვა. ცნობილია, რომ კაცებს, როდესაც სექსუალური კავშირი აქვთ ქალებთან, რომელთანაც არა აქვთ ემოციური ბმა, გაცილებით ნაკლები ოქსიტოცინი გამოეყოფათ. ოქსიტოცინის გამოყოფა სჭირდება ბევრი შეხვედრა და თუ კაცისთვის შემთხვევითი სექსუალური აქტი გახდა ცოტათი უფრო მძაფრი, იმიტომ რომ აკრძალულია, ხომ არ მოინდომებს კიდე უფრო მეტად ამ აქტების გამეორებას, რასაც ადრე საერთოდ ყურადღებას არ მიაქცევდა. ანუ ამ უკიდურესი აკრძალვით ხომ არ შეუწყეთ ხელი უფრო მეტ სასიყვარულო რომანების გაჩენას და უფრო მეტი ოჯახების ნგრევას. ეს უბრალოდ ღია შეკითხვა არის, რასაც პასუხი რა თქმა უნდა არა მაქვს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ სოციალურ ექსპერიმენტს, რომელიც ახლა დავიწყეთ, ჯერ მაინდა-მაინც წარმატებით ვერ ვახორციელებთ. თუმცა ბიჭებო, არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ ეს ინფორმაცია რომელიმე თქვენი ქცევის გასამართლებად. რა იქნება შენი ქალისთვის მისაღები, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. იმიტომ რომ ამ ყველაფერს აქვს კიდევ მეორე ნაწილი. წინა ეპიზოდებში გავიგებთ, რომ გრძელვადიანი მესამე ფაზის სიყვარულისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ოქსიტოცინი გამოეყოფოდეთ წყვილებს და ოქსიტოცინი პირველ რიგში არის ნდობის ჰორმონი. და თუ ქალმა გაიგო ღალატის შესახებ, შეიძლება ნდობა გაწყდეს წყვილებს შორის და იმ დონეზე, რომ ორგანიზმმა ვეღარ მოახერხოს იმავე რაოდენობის ოქსიტოცინის გამოყოფა, რომელიც მანამდე გამოეყოფა. მე მყავს მეგობარი, რომელსაც ყავდა არაჩვეულებრივი ოჯახი, ძალიან უყვარდა თავისი ქმარი და დაახლოებით სადღაც 8 წლის თავზე გაიგო მისი ქმრის შემთხვევითი სექსუალური კავშირის შესახებ.
ესე იგი, ვერაფრით ვერ შეძლო ამ აქტის პატიება. მიუხედავად იმისა, ინტელექტუალურად საერთოდ არ უნდოდა რომ დაენგრია ოჯახი და ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას, ვერაფრით ვეღარ მოახერხა იგივე ნდობის დაბრუნება. ასე რომ, ასეთ ინტიმურ ურთიერთობებში არ არსებობს რეცეპტი, რა იქნება წყვილებისთვის მისაღები, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. ახლა რაში უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია კაცებმა? კაცებს ხშირად უყვართ ხოლმე იმის თქმა, რომ ქალი დაპროგრამებულია უფრო ერთგულებისთვის. დღეს ვნახეთ, რომ მაინც ასე არ არის. ქალმა მრავალი საუკუნის მანძილზე გააკეთა ეს რაციონალური არჩევანი ყოფილიყო სამუდამოდ მონოგამი და ეს ინფორმაცია იმისთვის კი არ გამოიყენო, რომ ჩათვალო, რომ აუცილებლად გიღალატებს. არა, პირიქით, თუ შენ ყავს გვერდზე ერთგული პარტნიორი, ეს ნიშნავს, რომ შენ აძლევ ყველაფერ იმას, რაც მას სჭირდება. შენ დაიმსახურე ასეთი ერთგული პარტნიორი, შენ ხარ მისთვის ნომერ პირველი. და ამისი გაცნობიერება ერთის მხრივ იმას გამოიწვევს, რომ შენს უფრო მოусმენ მის საჭიროებებს და მეორეს მხრივ შენს უფრო დააფასებ შენ თავს. კოდის დამსახურება კი არ არის, რომ შენი ერთგულია, ეს შენი დამსახურებაა. ახლა მინდა ძალიან მარტივი რაღაცები გაგიზიაროთ, რომელიც მგონია რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ თუ არიან ან გეგმავენ რომ იყვნენ გრძელვადიან ურთიერთობაში. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ის, რომ როდესაც გადის მეორე ფაზა, ანუ გაგიჟების და აი გიჟური ლტოლვის ფაზა, სექსუალური ურთიერთობისთვის საჭირო არის, რომ ორივე ადამიანის ორგანიზმი გადავიდეს სტრესული რეჟიმიდან დამშვიდების რეჟიმში. სხვათა შორის სწორედ ამიტომ ითვლება, რომ კაცებს დილით უფრო მეტი ლტოლვა აქვთ, იმიტომ რომ მათი სისტემა ჯერ დამშვიდებულია, ჯერ სტრესის რეჟიმი ბოლომდე ჩართული არ არის. ქალებს ითვლება, რომ უფრო საღამოს უმშვიდდებათ ნერვული სისტემა, მაგრამ მთავარი იდეა ის არის, რომ როდესაც მაღალია კორტიზოლი ორგანიზმში, სექსუალური ლიბიდო ქვეითდება. ეს სანთლები, მუსიკა, მასაჟი შემთხვევით არ არის მოგონილი. აი ამ მომზადების რიტუალებს გადაყავს ორგანიზმი დამშვიდების რეჟიმში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დოპამინის რეზერვები ორგანიზმში იყოს საკმარისი. თუ დაიხარჯა დოპამინი სისულელეებზე, მაგალითად სკროლვაზე ან ვიდეო თამაშებზე, მაშინ შეიძლება ლიბიდოც დაქვეითდეს. და თუ ატყობ, რომ შენი ლიბიდო დაქვეითებულია, კიდევ ერთი რამე არის ანახავი, ძალიან ბევრ და ინტენსიურად ხომარ ვარჯიშობ. ცნობილია, რომ ძალიან გადამეტებული და ინტენსიური ვარჯიში კაცებში აქვეითებს ლიბიდოს. იმიტომ რომ ორგანიზმი ამ დროს აპრიორიტეტებს კუნთების გამოჯანსაღებას და რეპროდუქცია უფრო ნაკლებად პრიორიტეტულია. ამიტომ თუ ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობ და ატყობ, რომ ლიბიდო დაგიქვეითდა, მაშინ შესამცირებელია ვარჯიშის რაოდენობა. ზოგადად ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ აქ საუბარია გადამეტებულ ვარჯიშზე და რა თქმა უნდა თუ არ ხარ სპორტსმენი. კარგი აქტისთვის აუცილებელია რომ წყვილები იყვნენ ერთ ტალღაზე, ანუ მათი ნერვული სისტემა უნდა მუშაობდეს ერთ სიხშირეზე. ამიტომ თან დაელოდე რომ ერთ ტალღაზე ხართ, ხან შენ შეუწყო ხელი შენით, ან ერთად ეროტიული ფილმის ყურებით, ან მასაჟით, ან სხვადასხვა მოსამზადებელი აქტივობებით, რომელიც შენ პარტნიორსაც იგივე ტალღაზე გადაიყვანს. აი რატომ არის ხოლმე რომ გრძელვადიან ურთიერთობებში ყველაზე კარგად ახსენდებათ სპონტანური სექსუალური აქტი. სპონტანურობაში კი არ არის გასაღები იმაში, რომ ამ დროს ორივე ზუსტად ერთ ტალღაზე იყვნენ. საერთო განწყობის შექმნაზე და ზოგადად ინტიმურ ცხოვრებაზე ზრუნვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგალითად კვლევები აჩვენებს, რომ კაცებს, რომლებსაც ახალგაზრდობაში ჰქონდათ 21 ორგაზმზე მეტი თვეში, მათი პროსტატის კიბოს რისკი საგრძნობლად მცირდება. ქალებისთვისაც ორგაზმი არის სხეულის გაჯანსაღების შესაძლებლობა და მენტალური სიცხადის შემოტანა. სხვათა შორის არ აქვს დიდი მნიშვნელობა ეს თვით სტიმულაციით იქნება თუ პარტნიორის სტიმულაციით, მაგრამ ზოგადად ამ საკითხზე ზრუნვა პირდაპირ კავშირშია შემდეგ ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. და აი ეს ზრუნვა უნდა მოხდეს არა დაძალებით, არამედ აი ამ საერთო განწყობის შექმნის მცდელობებით. და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მეხუთე. არასოდეს გააკრიტიკო შენი პარტნიორი იმის გამო, რომ არ უნდა, ან იმ სიხშირით არ უნდა, ან რაიმე განსხვავებული უნდა. სექსუალური აქტი არის ძალიან დობაზე და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული აქტი გრძელვადიან ურთიერთობებში და თუ შემოდის კრიტიკა აქ, კიდევ უფრო მცირდება ლიბიდო ასეთ დროს.
ამიტომ საუბრეთ იმაზე, რა გსიამოვნებთ, მაგრამ არასოდეს კრიტიკის ან პრეტენზიის ტონით. გრძელვადიან ურთიერთობებს ყველაზე მეტი რაც აკლია არის სიახლე და ვიცით, რომ ადამიანის ტვინის სიახლეზე კარგად რეაგირებს. ამიტომ ინტიმურ ცხოვრებაშიც რაღაცა სიახლეების შემოტანა ძალიან აჯანსაღებს ხოლმე წყვილების თანაცხოვრებას. ეს ისეთი საკითხია, რომელზეც კატეგორიულად არ მოგცემთ რაიმე კონკრეტულ რეკომენდაციას, რა ტიპის სიახლე შეიძლება შემოიტანოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ინტიმური საკითხია, მაგრამ იმაზე ფიქრი, რაითი შეიძლება გაამრავალფეროვნოთ თქვენი ინტიმური ცხოვრება, ნამდვილად წაადგებოდა ურთიერთობას. და ბოლოს, მე გავიზარდე ისეთ კულტურაში, სადაც ასეთ თემებზე საუბარი კატეგორიულად აკრძალული იყო. მახსოვს ფილმს, როცა უყურებდი მშობლებთან ერთად, სულ მეშინოდა წყვილები არ წასულიყვნენ ერთმანეთისკენ საკოცნელად, იმიტომ რომ მამა აუცილებლად გამაგდებდა ოთახიდან, მე კიდე მინდოდა ამ ფილმის ყურებაც. ეხლაც ამ კულტურაშიც ასეთ თემებზე ღიად საუბარი არის ძალიან რთული და არის ტაბუ დადებული ერთგვარად, მაგრამ იმდენად მჯერა, რომ ჯანსაღი ურთიერთობების შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ჩვენი ბიოლოგიური ინსტინქტები, როგორი არის ბუნებრივი ადამიანის სექსუალობა, რომ გადავიღე ეს ვიდეო და ძალიან იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ ინფორმაციას გამოიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნათელი, უფრო ბედნიერი და უფრო სიყვარულიანი სამუდამო ურთიერთობები შექმნათ. შემდეგ სპინამდე. I'll wait here tomorrow outside your